მე აქ ვარ ილია თოფურიასთან ერთად, რომელიც ამ უქმეებზე UFC-ს ისტორიულ ქართლზე ბრძოლისთვის ემზადება. ის ხდება ჯასტინ გეიჯის. ილია არის დაუმარცხებელი აბსოლუტური ჩემპიონი, მაგრამ ამ უქმეებზე რა სიტყვა გამოვიყენო? გაერთიანება? ორი ქმრის გაერთიანებას აპირებს, რადგან ჯასტინი დროებითი ჩემპიონია. ჩემპიონო, როგორ გრძნობ თავს? ძალიან კარგად. ის შეეცდება გააერთიანოს, თორე მე ისედაც უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. უშინ პეტ მაკაფის შოუში გიყურებდით. ამ თემას ეს წამში დაუბრუნდეთ, მაგრამ თავიდან თქვენ შორის ყველაფერი საკმაოდ პატივისცემით დაიწყო რა. სცენაზე ხელს ართმევდით, ერთმანეთს ეხუტებოდით, ახლა კი ეს ყველაფერი სულ სხვა მიმართულებით წავიდა. არ ვიცი რატომ მოუნდა ამ დაპირისპირებისთვის ასეთი მიმართულების მიცემა, მაგრამ რაც არის არის. დღის ბოლოს ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეჭხუბოთ. ის შეეცდება ჩემს ნოკაუტში ჩაგდებას. მე კი ამას გავაკეთებ, როგორც უკვე ვუთხარი კიდეც. 14 ივნის ყველაფერი გამოჩნდება. იმედი მაქვს საუკეთესო გაიმარჯვებს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ საუკეთესო მე ვარ. მოდი ცოტა უკან გადავახვიოთ, სანამ წინ წავართ. ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა. შენ ჩარლზ ოლივეირას ეჭვბებოდი და ბრძოლის წინ უთხარი მაპატიე, მაგრამ ეს შენ უნდა იყო. რატომ? იმიტომ რომ თავიდან იდეაში ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა მეჭხუბა, მაგრამ როცა მან წონაში მაღლა ასვლა გადაწყვიტა, UFC-დან დამირეკეს და მითხრეს, შენი ოპონენტი ჩარლზი იქნებაო. მე კიდევ ვუთხარი, მისმინე, ნამდვილად არ მინდოდა შენთან ჭხუბი მეთქი, რადგან უბრალოდ ვიცოდი რა მოხდებოდა ჩვენს ბრძოლაში. ხო და ვუთხარი, ძალიან წუხარ მეთქი. ძალიან მიყვარს ეს კაცი, ჩარლზი უმაგრესი ტიპია, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ამ სპორტში შემხვედრია. ხო და ასეთ ბიჭთან ჭხუბი ცოტა რთულია, ფსიქოლოგიურად მძიმეა, რადგან ცდილობს შეიძულო, მაგრამ ვერ იძულებს, საერთოდ არაფერი აქვს საიმისო, რომ შეიძულო. და როცა შენი მარჯვენა მოხვდა, ის პირველივე დარტყმაზე უკვე გათიშული იყო, სანამ მეორეს მიაყოლებდი და ძის დაეცემოდა. იმ მომენტში უკვე გათიშული იყო. ხომ იცი ბრძოლებში როგორ ხდება, შენ უბრალოდ აგრძელებ ჭხუბს და დარტყმებს, სანამ რეფერი არ ჩადგება შუაში და ბრძოლის შეჩერებას არ გადაწყვეტს. ეს ნამდვილი საოცრებაა, ასე სწრაფად გახდი ორმაგი ჩემპიონი, ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ერთ ჩემპიონი, მერე ეკრევი ორმაგი ჩემპიონი და მერე იღებ გზას, რომ თეთრ სახლში აპირებ ჭხუბს. რა იყო შენი პირველი რეაქცია თეთრ სახლზე, როცა გაიგე, რომ ასეთი მასშტაბური ივენთის მთავარ ბრძოლაში უნდა ყოფილიყავი? მეც და ჩემი ოჯახით საოცრად ბედნიერები ვიყავით. თავიდან ისლამთან უნდა მეჭყობა. ეს იყო UFC-ს თავდაპირველი გეგმა. ვითხრეს, შენ და ისლამი იჭუბებთო, ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა. ბევრ რამეს განვიხილავდით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ჯასტინს ხვდები. ეს იმედ გაცხრუება ხომ არ იყო? იმიტომ რომ ჩემი აზრით, შენი და ისლამის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჭხუბი, რაც კი ამ ორგანიზაციას შეუძლია საერთოდ შემოგთავაზოს. წონით კატეგორიას არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე წონას რომ ავიღოთ, შენი და ისლამის დაპირისპირება ყველაზე დიდი ბრძოლაა. არა, საერთოდ არ ყოფილა იმედ გაცხრუება. როცა რაიმე სიტუაციის გაკონტროლება ჩემს ძალებს აღემატება, მე მაგ წნეხს საკუთარ თავზე საერთოდ არ ვიღებ ხოლმე. გასაგებია, ესე იგი ჯასტინ გეიჯი. შენ უყურე მის ბრძოლას პედი პიმბლეტთან. რას ფიქრობდი იმ ბრძოლის ყურებისას, როცა იცოდი, რომ ერთ-ერთი მათგანი შენ უნდა შეგხვედროდა? უფრო კონკრეტულად რას მეკითხები? რას ფიქრობდი, როცა უყურებდი, როგორ ჭხუბობდნენ ეს ორნი შენთან ტიტულზე გასვლის შანსისთვის? როგორც პროფესიონალს ისე გეკითხები, სუფთა, ტექნიკური უნარების თვალსაზრისით, მოგეწონა ეს ბრძოლა? თუ სტრაიკინგული ცხომ რთულია განსაჯო ვინმე, ვინც საბოლოოდ გამარჯვებული გამოდის. რთულია იმიტომ, რომ მან მოიგო ბრძოლა დროებითი მსოფლიო ჩემპიონის გამრისთვის. მე ვუთხარი კიდეს, ეს ჯასტინს, ჩემი აზრით, ცოტა ქაოსო და ზედმეტად ველურად ჭხუბობ მეთქი. მან კი მიპასუხა, პიმბლეტთან ბრძოლის გეგმა ზუსტად ეგ იყო. მითხრა, რომ როგორც იჭხუბა, ეს მისი გეგმა იყო. თქვა, რომ თავიდანვე ძალიან ადრე იქორწინო, რომ პედის დარტყმების გაძლება შეეძლო და ამიტომ გადაწყვიტა მასთან ცოტა სხვანაირად ეჭხუბა, ვიდრე შენთან მოუწევს ჭხუბი. ახლა მე დაგისხო კითხვას. რა მოხდება თუ ის ჩემთან ბრძოლაში ზუსტად ისეთივე სტილით გამოვა? ეგ შენთან ბრძოლის სწორი გზა ნამდვილად არ არის. შენთან ასე დაუფიქრებლად და უგუნურად არავინ უნდა იჭყუბოს. წეღანას მკითხეს განხილვაზე, თუ რას ვურჩევდი ილიას და რას ვურჩევდი ჯასტინს. ზუსტად ვიცი, რომ შენ წინ უბრალოდ დგომა არავის შეუძლია. შენს წინ გაჩერება თვითმკვლელობაა. და რას იზამს ის?
ის შეეცდება 테იქდაუნებზე წამოვიდეს, ეცდება წაგაქციოს, მაგრამ საქმე რაშია იცი, როცა შენ საბრძოლო ხელოვნებაში მოხვედი, თავიდანვე სუფთა მოჭიდავე იყავი, მაგრამ როცა შენს დარტყმებს უყურებ, ყველაზე მეტად რაც მაოცებ შენ დარტყმებში არის ის, რომ შენ არასდროს გერევა ფეხები ერთმანეთში, არასდროს კარგავ ბალანსს. შენი ბაზა იდეალურია. ოლივერას დაატყვინ ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა ხელი. შენი ფეხები 10 ზედმეტად ახლოს ყოფილა ერთმანეთთან და 10 ზედმეტად ფართოდ. ბაზა ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ჩემი ძალა გენერირდება მენჯიდან, ზუსტად მაქედან მოდის დარტყმის ძალა. სწორედაც მე რომ შენ გეჩხუბებოდე, ვეცდებოდი სულ მემოძრავა. რომ შენი ფეხებისთვის მიწაზე მყარ დაფიქსირების საშუალება არ მიმეცა. მაგრამ ამავდროულად არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ დისტანციის შემოკლებასა და კუთხეების ჩაკეტვაში. ზუსტად ეგაა შენის გააკეთე ვოლკანოვსკისანაც, რომელიც ოქტაგონზე მოძრაობაში საუკეთესოა. დიახ, მაგრამ პირველ რაუნდში ეს იყო ერთადერთი შანსი, რაც მას ჰქონდა, რადგან ის მუდმივად მოძრაობდა. მაგრამ რაღაც მომენტში ყველა სჭირდება გაჩერება, ყველა სჭირდება შესვენება და სუნთქვის აღდგენა. და ეს ზუსტად მაშინ დგება ჩემი დრო. მან რამდენიმე დარტყმა მომახვედრა და სიცილი დაიწყო. მე კი ბრძოლის დროსვე ვუთხარი, ჩემი დროც მოვამეთქი. მართლა უთხარი ეს ვოლკ შუა ჭყუბში? დიახ, ვოლკს ეს ვუთხარი, როცა სიცილი და თითის ჩემსკენ გამოშვერა დაიწყო. ვუთხარი, ნუ ნერვიულობ, ჩემი დროს მალე მოვამეთქი. იმიტომ რომ როგორც კი ის დაიღლებოდა და შენ საოცრად იღლები, როცა სულ გარბი ხარ, მე კი უკან დაგდევ. მუდმივად გაწვევი, გიმცირებ დისტანციას, გიკეტავ კუთხეებს. რაღაც მომენტში იძულებული ხარ გაჩერდე, იძულებული ხარ სული მოითქვა. ეს შენი აურა სულ მათ სახეშია ყოველ წამს და როცა ეს ენერგია სიახლოსა, აი მეც როცა ვჭუბობდი, ყოველთვის წინ მივიწევდი ხოლმე ხალხისკენ. რადგან როცა უკან გარბი ხარ, საოცრად იფიტები, იღლები და მე ადვილად ვარდები ჭიდაობაში. მაგრამ როგორც გითხარი, მე მაინც მოძრაობას ვეცდებოდი, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გამოიმუშაო ამხელა დარტყმის ძალა, როცა შენ თვითონვე უკან იხევ. მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ძალას მაშინ კი ვხარჯავ, როცა გაპრესინგებ, მე ამ დროს ზედმეტს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ პრესინგს და კიდევ ერთხელ პრესინგს მიმართავ და ველოდები ჩემს მომენტს. ენერგიას იდიოტივით ყული უბრალოდ არ ვანიავებ. როცა უკან მოგდევ დარტყმებში ჩემს 100%-ს არ ვდებ. უბრალოდ ვამცირებ დისტანციას, შევდივარ ახლოს და მუშაობ ბაზისურ დარტყმებითა და მოძრაობებით. მაგალითად ჯებებით, შემიძლია თეიქდაუნის ფინტი გავაკეთო, ან საერთოდ ვიჭიდავო. ანუ ლოუ-კიკები გამოგვიყენო. მოკლედ ვაკეთებ უმარტივეს მოძრაობებს, რომლებიც დიდ ენერგიას არ მოითხოვენ. მაგრამ როგორც კი მოვახერხებ შენს გაჩერებას და კუთხეში მომწყვლევას, აი მაშინ უკვე სხვა საქმეა. მაშინ უკვე შენი დრო დგება. ფიქრობ, შენი ბოლოს სამი ბრძოლა უბრალოდ საოცრებაა. მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, პირადად ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ჯოშ ემესთან ბრძოლა იყო. სად იყო ეგ ჭყუბი? ორლანდოში, ტამპაში თუ ჯექსონვილში, სადღაც ჯანდაბაში ვიყავით. ეგ მართლა გიჟური რამ იყო, იმიტომ რომ ის სასტიკას ცემე და ის ფაქტი, რომ ბოლომდე ფეხზე იდგა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. თუმცა მოდი ჯასტინს დაუბრუნდეთ. გუშინ შოუში ერთმანეთს სიტყვით დაუპირისპირდით. შენ თითქმის აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ მას ნოკაუტში ჩააგდებ. ხალხი მეკითხებოდა, გაგიკვირდება ილიამ გეიჯი ასე ადრე რომ გათიშოსო? მე ვუპასუხე, ამ ბიჭისგან უკვე აღარაფერი გამიკვირდება მეთქი. ბიჭს იმიტომ გეძახე, რომ ჩემზე ბევრად უმცროსი ხარ. მე მართლა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ხო და ხალხს უთხარი, ის შენ ასეთი ძალიან მშვიდი დაბალი ტონით გესაუბრება, მაგრამ საოცრად თავდაჯერებულია. თვალს ერთხელაც არ აწილებს მეთქი. მუდმივად თვალებში გიყურებს, ასე წყნარ გელაპარაკება და გამახსენდა ანჰაიმში რომ ჩამოვიდი შენთან სალაპარაკოდ. მაშინ საერთოდ არ მუშაობდი, უბრალოდ ჩამოვიდი და შენ მითხარი, მას ნოკაუტში ჩავაგდებო. მე გითხარი, ილია, ის ალექსანდრ ვოლკანოვსკია მეთქი, შენ კი მიპასუხე, დისი, ეს სხვა შემთხვევაო. მერე მაგსთან უმჭყობობდი, გითხარი, ეს უდიდესი გამოცდაა მეთქი, შენ კი მითხარი, მას ნოკაუტში ჩავაგდებო. მე გაგაფრთხილე, ის ხომ აქამდე არავის ჩაუგდია ნოკაუტში მეთქი, შენ კი ისევ, დისი, ეს სხვა შემთხვევაო. ასე რომ გამიკვირდება თუ ისევ მოხდება, რაც იწინას არ მეტყველე? არა, მაგრამ ჩემი კითხვაა, შენ მართლა გულწრფელად ჯერა რომ ჯასტინ გეიჯის ოქტაგონიდან ასე ადრე გაიყვანენ, როგორც ამას ყველას ეუბნები? მისმენე, თუ ის მართლა იმის გაკეთებას აპირებს, რასაც ამბობს, რომ წინ წამოვა და მეჯახება და ეგეთ რამეებს. პირველსავე 2 წუთში დავაწინებ, რატომ? იმიტომ რომ მე მეტი არაფერი მჭირდება. მე მჭირდება რომ ჩემი ოპონენტი ჩემთან ერთად ცენტრში გაჩერდეს და დარტყმების გაცვლა დამიწყოს. მან კი მე საუკეთესო ვარ, ჩემზე უკეთესი არავინაა. თუ გაქცევას დაიწყებს, შეიძლება ბრძოლა მეორე ან მესამე რაუნდში გადავიდეს, მაგრამ დღის ბოლოს მე მას მაინც დავიჭერ. ზუსტად ვიცი რომ ფინიში ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება.
შენ ახსენე ჯოშ ემეტთან ბრძოლა, ის ჭუბი ცოტა სხვაგვარი იყო, მაშინ ბევრი სხვადასხვა პრობლემა მქონდა. ძალიან მძიმე წონის კლება გამოვიარე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი იდეალურადაა. წონის კლება საოცრად მიმდინარეობს. 100%-ით მზადყოფნაში ვარ. ჩემი ძალას ადგილზეა სისწრაფეც და ტექნიკაც. და დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ჯასტინის დაფინიშება როგორც დგომში, ისე მიწაზე. ჩემი გამძლეობაც ბევრად უკეთესია ვიდრე მისი. საერთოდ ყველაფერში ვჯობი ვარ. და საერთოდ თუ ჩემსა და მის უნარებს შევადარებ, მასზე ბევრად უკეთესი ვარ. თუმცა ეს ორთა ბრძოლების ბიზნესია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწორედ ეს ხდის ჩვენ სპორტს ასეთ ლამაზ რადგანის წამში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ამ ბრძოლაში ჩემს დასამარცხებლად ნამდვილი სასწაული უნდა მოხდეს. მაგრამ ამერიკელებს, რომლებიც ამ ბრძოლას უყურებენ, ალბათ სულ სხვაგვარი დასასრული უნდათ, არა? დიახ, მაგრამ ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ. მეც ამერიკელი ვარ. ამერიკა ხომ მთელ მსოფლიოდან ჩამოსული ნიჭიერი ადამიანებისა და ჩვენი წინაპრების მიერ არის აშენებული. ასე რომ დიახ, ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ. მე მედიას ვეუბნებოდი კიდეც ხანდახან ილიასგან სპეციალურად ქმნიან ცუდ ბიჭს, მაგრამ ხანდახან ცუდ ბიჭებსაც ეძლევათ მოგების შანსი. რატომ ვარ ცუდი ბიჭი? იმიტომ რომ საკუთარ თავში დასწრუნებული ვარ. რა არის ამაში ცუდი? არა მართლა. იმაში რომ თავდაჯერებული ხარ, ცუდი არაფერია. უბრალოდ ხალხს ხანდახან უყვარს ისტორიები, კარგ ამერიკელ ბიჭზე, თეთრ სახლზე, UFC-ს საიუბილეო შოუზე და ასე შემდეგ. ხალხი ყოველთვის შეეცდება ნებისმიერ ადამიანში რაღაც ცუდი იპოვოს. შენ ვერასდროს შეძლებ ყველას ასე ამოვნო და ყველა გააბედნიერო. მე არც კი ვცდილობ რაიმე განსაკუთრებული სოციალური სტატუსი მქონდეს. ან ის რომ ყველა მიმიღოს და ყველას ვუყვარდე. Social status, that I want to be accepted from everyone. შენთვის უფრო კომფორტულია, როცა ბრძოლას ასეთი დაძაბულობა და სიტყვები ომიახლავს. ყოველთვის ასე ვამბობ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის ყველაფერი კარგია. თუ ჯასტინთან ასეთი მტრობა მაქვს, კარგია. ესე იგი ასე უნდა ყოფილიყო. If I have this kind of rivalry with Justin, it's good. It has to happen like this. ოლივეირასთან ასეთი მტრობა არ მქონია. ესეც ასე უნდა ყოფილიყო. ყოველ ბრძოლაში წინასწარ ვერასდროს გაიგებ რა მოხდება. მე ჩემს თავდაჯერებულობასა და სწმენას გარე სამყაროზე არასდროს ვაფუძნებ. გარე სამყაროში რაც არ უნდა მოხდეს, სულ ფეხებზე მკიდია. ერთი რისი გაკონტროლებად შემიძლია საკუთარი თავია, ჩემი ფიქრები და ჩემი ემოციები. მე მხოლოდ ეს მანდარდებს. მაშინ რა არის ახლა ილია თოფურიას მიზანი? შენ ხარ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, მსუბუქი წონის ჩემპიონი. მიგყავს ერთ-ერთი უდიდესი ივენთი ისტორიაში. რა არის სამომავლო გეგმა იმ კაცისთვის, ვისაც უკვე ყველაფერი აქვს. როგორ ოცნებობ იმაზე, რაც შემდეგ იქნება. სადხედავ შენს თავს ამ ეტაპზე. ადრე სულ სხვა მიზნები მქონდა, როცა დამწყები მებრძოლი ხარ, გაქვს ერთი დიდი ოცნება, გახდე UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი. აი შენს ბრძოლებს რომ უყურებდი ხოლმე, ვამბობდი, მინდა ეს დღეს მეც მისნაირი ვიყო მეთქი. და მე ღმერთის წყალობით შევძელი მსოფლიო ტიტულის მოპოვება, მე მისი დაცვა, მე მეორე ტიტულის აღებაც. და ზუსტად ახლა მივედი იმ გაცნობიერებამდე, რომ უბრალოდ ცხოვრებით ტკუპა მინდა. მინდა დავტყვი ყოველი წამით, რისი გაკეთების საშუალებაც მეძლევა, იმიტომ რომ არავინ იცის რა მოხდება ხვალ. ერთადერთი რაც მინდა, აწყვეტი ტკბობაა. ხომიცი სულ ამბობენ ხოლმე, თისი არის პირველი კაცი, ვინც ორ წონაში დაიცვა ქამრებიო. დღეს კი მითხრეს, რომ ამ ბრძოლას თუ მოიგებ, შენ გახდები პირველი კაცი ისტორიაში, ვინც ორ წონაში დაიცავს ქამრებს სრულიად დაუმარცხებელი რეკორდით. ასე რომ ყოველთვის ჩნდება ახალი გამოწვევები და მჯერა მოვა დღე, როცა გამოჩნდება სხვა ილია თოფურია, სულ სხვა სტილით, რომელიც გააკეთებს იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით და ეს საოცრებაა. ბიჭებო, ილია თოფურია მუქმეებზე UFC-ს ისტორიულ შოუზე, თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ჯასტინ გეიჯის უპირისპირდება UFC-ს მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონობისთვის. ის არის საოცარი ადამიანი, ფენომენალური მებრძოლი, დაუმარცხებელი და ერთ-ერთი საუკეთესო pound for pound რეიტინგში. აუცილებლად ადევნე თვალი ყველაფერს, რასაც ის აკეთებს. ილიას თავის YouTube არხზე აქვს დოკუმენტური სერიები გზა თეთრი სახლისკენ და ბევრი სხვა რამ. ის საოცარია. მადლობა რომ ჩვენთან იყავი. მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობით.